მოგესალმებით, დიდი მადლობა იმისთვის, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ჩვენ უსმენდით ახლა ადამიანებს, რომლებიც დახმარების მოლოდინში არიან, საკმარისია თუ არა, მიუხედავად იმისა. ოპოზიციისგან არაერთი კრიტიკა მოვისმინეთ ამ გეგმაზე. მინდა კითხოთ, არსებული რესურსის და ბიუჯეტის გათვალისწინებით, რა შეეძლო მთავრობას და რა არ გააკეთა? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დიახაც, ძალიან ბევრი კრიტიკა ისმის, მაგრამ არა ზოგადი კრიტიკა, არამედ ფაქტებით გაჯერებული კრიტიკა. და ბიუჯეტი ახსენეთ. ბიუჯეტი ახსენეთ. სად არის რო ბიუჯეტი? ჩვენ რო საუბრობდეთ, ხელში ბიუჯეტი მქონდეს და მქონდეს შესაძლებლობა ვიდაოთ, რომ აი ბიუჯეტის ეს კომპონენტი მოიკოჭლებს და უკეთესი იქნებოდა, რომ სხვა პარამეტრები გაუმჯობესებულიყო ვიდრე ეს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. კიდევ უფრო სხვა განზომილებაში ვიქნებოდით, გამიგეთ ხა? და ამათიც ალბათ შეიძლება უფრო კომპეტენტური და კვალიფიციური და საგანმანათლებლო ყოფილიყო, მაგრამ ხაზი მინდა გაუსვა და სრული პასუხისმგებლობით თქვა და თუ მე ვცდები და თუ კი მე ვცდილობ რომ საზოგადოება შევიყვანო შეცდომაში, საზოგადოება ხო თავად ეხა გვისმენს ჩვენ და განსჯის. იმ დღეს რა მოვისმინეთ ჩვენ მილიარდერის წარმომადგენელი გახარიას ასე თქვათ 1 საათიანი პრეზენტაციის დროს. ჩვენმა ყურმა რა მოისმინა? მე გეტყვით რა მოისმინა? ჩვენმა ყურმა მოისმინა ტყვილი, მოისმინა ყალბი ბიუროკრატიული ხმა, რომელიც იყო რას გულისხმობ ტყუილში, ბატონო ნიკა? აი, მივდივარ იქამდე, დიახ. და არ ვიცი, წყრალი სიმართლესთან და თვალმა რა დაინახა, თვალმა და აღბეჭდა თავიდან ბოლომდე სიცრუის პერსონიფიკაცია, რომელსაც განასახიერებდა ბატონი გახარია. გულზე ხელი დავიდოთ ძვირფასო საზოგადოება და რამდენად ჩვენ გამოვიფიქრეთ, რომ ეს ადამიანი ისე საუბრობს, რომ თითქოს აგერ გვეგონდა, რომ ხვალიდან იწყებენ სოციალური ინტერვენციების, ასე თქვათ, ჩაშვებას, ხო? ანუ დახმარებების დარიგებას. განმარტა მთავრობამ კონკრეტული თარიღები, როდიდან მოხდება? არა, მოგვიანებით, მას არ გავდა მოგვიანებით. გაირკვა, რომ ეს იყო 24 აპრილი, ხო? და ეხა ირკვევა, რომ მაისის ბოლომდე ბიუჯეტი არ იქნება, ანუ საფუძველი რომ გახარიას ელაპარაკა არ ქონდა. ეს იგივეა, ჩემო ბატონო, ნებისმიერმა თამადამ რომ რა ქვია თანამეინახეების თანდასწრებით სუფრაზე თქვას იგივე რაც თქვა გახარია. ანუ რა საფუძველი ქონდა და რაც კი თქვა, ისეც კი ტყვილი იყო. დავამტკიცებ ეხლა რამდენიმე მაგალითის მოყვანით. ამიტომ ეხლა კვალიფიციურ მსჯელობაში ვერ შევლად. უბრალოდ უბედურება არის ის, რომ თითქმის თვენახევარია შეზღუდვებია ძალაში შესული და ეს ადამიანები ახლა გვეუბნებიან, რომ მაისის ბოლოს იქნებაო. ვერ შემოვა ბიუჯეტი. არ ფიქრობთ, რომ დრო ჭირდება უბრალოდ მთავრობას, რომ პროცედურებისთვის გარკვეული ტექნიკური პროცედურები აღრიცხვა მოსახლეობის დარიგება ამ თანხის. თქვათ, ამიტომ ხომ არ დასახელდა ეს მაისის ბოლო. მაპატიეთ და თქვან მე ეს იმართეს შეცდომას რო უშვებენ, რატო მუჯიუტდებიან იმ შეცდომაში, იმიტომ რომ ხალხი ებრძვის გაჭირვებას, ანუ ხალხი ყოველდღიურ გაჭირვებას ეჭიდავება როგორც ფალავას, პირდაპირ გაგებით გეუბნებით, კაცო. და სიმართლე თქვან, და მაპატ ეს ბიუჯეტი რო ვერ მტკიცდება და ვერ შემოაქვთ, იმიტომ რომ შემოსავლების წყაროები არ აქვს. ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის მინისტრს ხო დაუმტკიცეს ბიუჯეტი, რომელიც აი ხა გონებაში ერთხელ ან ორჯერ მაინც ვინმეს ქართულ ოცნებაში ხომ უნდა გაეტარებია. მე ვიცი რომ ანონსიდან ქართული ოცნების წარმომადგენელი ყავთ თქვენ ჩართვით, ხო? დიახ, გადაცემის მეორე თუ შეიძლება რომ ეხა დებატებში ესენი არ მოდიან და არ საუბრობენ, მესმის რატომაც არ საუბრობენ ოპოზიციასთან. კითხეთ. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმოღერებული რო დადის დღენიად აქ, რატომ რა მართლა ან რა სიბრძნე მოისმინა, ან რა წაიკითხა ასეთი რომ ზემოდან გადმოყურეს და ეს ვასაკითხია. 600,000 ლარს მაჯის საათებში რატო ხარჯავს? ანუ 600,000 ლარს ხარჯავს ახლა გაგანია ეპიდემიის დროს, თუმცა უწყების მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს არ არის სწორი ინფორმაცია, არასწორი. და რა არისო სწორი? როგორ არ არის სწორი ინფორმაცია? დადასტურებული იყო ოფიციალური განცხადება თავდაცვის სამინისტროსთან. ეს ისეთივე დადასტურებული დოკუმენტები ფრიალებდა მთელი 2 დღის განმავლობაში. ეს ისეთივე
ის არის რა ქვია, ტყუილი არის, როგორც თავად ის რომ 500,000 ლარი, 300,000 ლარიანი საათები დადის ადამიანი, თავდაცვის მინისტრი, რომელსაც დეკლარირებულიც კი არ აქვს. ნორმალურ სახელმწიფოში ყველა პასუხისგასცემდა ამ ადამიანზე თვითონაც აგებდა. მაგრამ ამას თავი დავანებოთ ერთი წამით. დაუბრუნეთ ბიუჯეტს. ბიუჯეტი არ არსებობს, ამიტომ თავიდან ბოლომდე ეს იყო პროპაგანდა. და აგერ ორ მაგალითზე თუ შეიძლება რომ მაცალოთ. აი, ორ ძალიან მოკლედ მაგალითს მოგიყვანთ ბიუჯეტთან მიმართებაში. რა თქვა გახარიამ, აპლომბით, გულზემ ჯიღი ირტყა, ვიწყებთო. ვიწყებთო ხახნო, მოვდივართო, შეგეხიდებითო, გაუძელითო, ხო გშიოდათ, აგერ მოგვაქვს სურსაცანოვაგე, ხო გაკტათ წამალი, მოგვაქვს, ხო სინამდვილეში არაფერი. კაცო, ვისატყუილებ ეს ხალხი ხო ხედავს, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ეს ხალხი თავად ხო დაინახოს, რომ არაფერი არ მიდის. ესე იგიო 75 მილიონი ლარი მაქვს. ეს თანხები არ მივა მოსახლეობამდე? 200 ლარიან დახმარებას ამას ამბობთ ეს ბატონიკა. არ არსებობს მაისის ბოლომდე ვერ შემოა, არ არსებობს. როგორც ეხა მე არ ვიცი მაგალითად, ეხლა არ ვიცი რა ჭამს ან რა სვამს, ეხლა ბიძინა ივანიშვილი აწუთას, ხო? ისე არის ის გახარიამ ბიუჯეტს როდის შემოიტანს. უბედურებაა, მაგრამ ფაქტია, ფაქტიურად დაცაცია. ბატონიკა, რაში უნდა აწყობდეს ხელისუფლებას? ეხლა არის პანდემია, გასაგებია, თუმცა ძალიან მალე, რამდენიმე თვეში და ეს თარიღი არავის არ შეუცვლია, არის საპარლამენტო არჩევნები. რაში უნდა აწყობდეს ხელისუფლებას ეხლა ტყუილი მოსახლეობასთან, მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილთან? ასეულობით 1000 ადამიანზეა საუბარი. თუ თქვენ თვლით, რომ ეს არის ტყუილი. გიპასუხებთ, უბრალოდ აი მომენტი შესაძლებელია ძალიან მოკლედ გითხრათ რა რაში აწყვეტ აბა რა უნდა ქნან კაცო ჟურნალისტები არსებობთ მადლობა ხმებს და რო ეკითხებით რაღაცას რო ჩასძახებთ რაღაცა ხომ უნდა ამოგძახონ რას იგზავნე კომენტარები ხომ უნდა გააკეთო და გონიათ რომ ესე შეცდომით ასე თქვა შეცდომაში შეიყვანენ მოსახლეობის რაღაცა ნაწილს მაინც აჰა კი ბატონო როდი ჩაატარა გახარია პრეზენტაცია ამას მაინც ხო არ ვიტყვილები რა არ ჩაატარა აგერ ერთი კვირის წინ რამე მივიღეთ მაისის ბოლოს ვიწყებთო და ბაცადეთ თუ შეიძლება 75 მილიონ ლარსო მივცემო თვითდასაქმებულებსო და თვითდასაქმებულებს საუბრობთ 75 დიახ ეხა თვითდასაქმებულებისთვის მაქსო 75 მილიონი ლარი გამოყოფილიო და თვითდასაქმებულების რაოდენობა შეადგენსო 840,000 ადამიანსო იქვე გაუშვა ხო პრეზენტაციაში და მივცემო ერთჯერადად 300 ლარსო ეხა გავამრავლოთ 840,000 თვითდასაქმებული 300 ლარზე. რამდენია? ეს არის 252 მილიონი. და ამ ადამიანმა თქვა რომ 75 მილიონი მაქვსო. ამაზე რო ავტეხეთ ამბავი და ბუკიდან აღარა შემოვარტყით, ხო? ეხა დღეს გამოვიდნენ და თქვენს კიდევ უფრო უარესი. და რა თქვენს? რა თქვენს რომ უკვე აღიარეს რომ 840,000 თვითდასაქმებული კი არისო კი არიან დურგლები სანტექნიკები ვასთან რომ მუშაობენ ვენახში რომ მუშაობენ თუმცა მოხდება მათი დიფერენცირება მაგრამო მეო 1/13-ზე მეცო არ დავეხმარებიო და იმ 1/13-საცო მოუწევსო ასევე ცნობის მოტანაო თუ გაქვთ თქვენ ეს არ არის ხახტო ეს არ არის ეს ჩვეულებრივი ამბავია როგორ უნდა დაარიგოს როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში თავრობა თვითდასაქმებულებთან მიმართებაში რომელიც არცად არ არის თქვა კერძო პირს ყავს დასაქმებული აი მექანიზმი თქვენ როგორ გესახებათ ეს მექანიზმი მიაქციეთ რას ვამბობ გეტყვით ამ მექანიზმი ძალიან მარტივია კაცო ჯერეთიც გამოვიდე და თავად თქვა უმარტივესი არისო აი ესე 3 და უმარტივესია გახარიან ბრძანა ამ ყველაფრისო მოყვარახჭინებაო და ხორცს შესხმაო და გავაგეთ როცა ვამხილეთ ოპოზიციამ 2 დღის განმავლობაში რომ იტყვილები დღეს თქვა ეს ხო და ბაცადეთ თუ შეიძლება მეორე მხრივ რას ამბობს მეორე მხრივ ამბობს რომ კერძო სექტორშიო დასაქმებული არის 550,000 ადამიანიო და 550,000 ადამიანიდანო სამსახური დაკარგაო 350,000 ადამიანმა და ამ ყველაფრისთვისო მეო გამოყოფილი მაქვს 460 მილიონიო ყურადღებით თუ შეიძლება 20 წამი უნდა მოვცე და ამით რატო ლაპარაკობ ვიცი რამდენად არაკვალიფიციური არაპროფესიონალური სადღეგრძელო შესვლა მე სხვა ვერაფერს ვერ დავარდა ყურადღებით თუ აი კალკულატორი თუ შეიძლება რა რო უბრალოდ მოვახდინო ილუსტრაცია რომ ეს იყო აი კრიტიკასაც ვერ უძლებს ეს პრეზენტაცია. უბრალოდ რა თქვა თავად არის ის? ვიბეორებ. ადამიანმა თქვა, რომ 350,000 დასაქმებულ ადამიანსო
მე დავეხმარებიო თვეში 1200 ლარითო და ამისთვისო მაქვს გამოყოფილი 460 მილიონი. ეხლა დავიანგარიშოთ. აგერ ბატონო 350.000 გავამრავლოთ 1200 ლარზე. ეს არის არა 460 მილიონი, რომელიც პრეზენტაციაში ქონდა, არამედ 420 მილიონი. 40 მილიონს ასე ისვრის აქეთ-იქით? ბიჭო, თუ 40 მილიონიანი მეტობა გაქვს აქ, იმ თვით დასაქმებულებს რო აკლებ და აკლებ, იქით მაინც გადაათამაშე, მაგრამ გეუბნებით თავი და ბოლო ვერ გაურკვევია. ჯერ ერთიც ტყვილი არის ეს ხომ გასაგებია ბატონიკა ძალიან ბევრი კითხვა თქვენთან და თუ შეიძლება კითხვას რომ დაუბრუნდეთ რა მექანიზმით უნდა მოხდეს თვით დასაქმებულების დაცვა რა მექანიზმი უნდა კაცო როგორ უნდა იმაში ვანის რაიონში რომ დურგალი კერძო სექტორში თელმა ვანმა რო იცის რომ თელი თავისი ცხოვრება დურგლად მუშაობს და თელი თავისი ცხოვრება სანტექნიკად რომ მუშაობს და თელი თავისი ცხოვრება რომ მღებავად ეგრეთ წოდებულ მალერად მუშაობს და თელმა რაიონმა იცის ამას რაცლობა ჭირდება ხახნო თუმცა არიან ადამიანები რომლებიც კონკრეტულად ინდივიდუალურ ადამიანებს ყავთ ასე კერძოპირს ყავთ დასაქმებული ეს ერთი ტყუილს ნუ მეუბნები რა ტყუილს ნუ მილიარდელის ხელისუფლება ნუ დამცინი და სულში შეურაცხყოფაზე ნუ მაყენებ 40 მილიონის ჰარი ჰარალოზე რო ისვრია წარმოდგენა არ აქვს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ დასაქმებულთა რაოდენობა რომელმაც გასაგებია ბატონიკა თქვენ საპასუხო კრიტიკა დაიმსახურეთ თქვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან რომლებიც მუდმივად გადანაშაულებენ პოპულიზმში დღეს ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში სტატუსით კი მოგიძღვნათ გიპასუხათ მან თქვა რომ 2008-2009 წლებში ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული გეგმა ფაქტიურად არ არსებობდა და ბიუჯეტი როგორც სოციალური ასევე ეკონომიკური იყო ნული და ადამიანებსაც ასევე მისცეს ნული ლარი რას უპასუხებთ თქვენ აღმასრულებელი მდივნის აი ამ განცხადებას, ბრალდებას? სიმართლე ხომ გინდათ რომ თქვა? რა თქმა უნდა. როდესაც ქართული ოცნება თავისუფლებას აძლევს და ეკონომიკაზე საუბრობს ზოგადად, ქვეყანაში კეთილდღეობაზე საუბრობს, ეს არის ჩემის აზრით ცინიზმი. ქართული ოცნება, ისიც ვილოთ რომ თქვა. ქართული ოცნება და ეკონომიკა არის როგორც ძროხა და უნაგირი, ხახმო. ნაციონალურ მოძრაობას სხვა პრობლემები ჰქონდა მის ხელისუფლებას და მმართველობას. და სამართლიანად აკრიტიკებდა ბევრი, მაგრამ ის რომ ქვეყანაში ბიუჯეტი გაათმაგეს, ეკონომიკა გაახუთმაგეს, რა ვიცი მე გააქანეს, გაყინული სტაგნაციაში მყოფი სახელმწიფო, ამას მე მგონი ვერავინ ვერ უარყოფს, ხო? რას გვეუბნება, კაცო, ადამიანი გვეუბნება, რომ ნაციონალური მოძრაობის დროსო თუმცა იყო თუ არა კონკრეტული დახმარებები გაცემული აი ამ ნაწილში რას უპასუხებთ? კი არა, საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს იყო 6-7% საშუალო. და ქართული ოცნება, როდესაც საშუალო ეკონომიკური ზრდა როცა მორჩება, იქნება 3. საოცენებოდაც არა აქვს 6-7. ორ ნიშნასაც წლის განმავლობაში ვახცევდი. ანუ მაშინ არ ჭირდებოდა დახმარება. მეორე, მაპატიეთ ამ ორი მაგალითით ვეცდები რომ პასუხი გავცე რა ეხა ამდე ეს ერთი რაც თქვი და მეორე მილიარდელი ხელისუფლება რომ მოვიდა საკუთარი ადიუტანტებით ანუ მილიარდელი აღება ერთ-ერთი არის ბატონი კობახიძე ეხა ისისია აღმასრულებელი მდივანი შეურაცხყოფის გარეშე მიუხედავად რომ ოპონენტია უბრალოდ ვერიდები რომ შეურაცხყოფა ნუ არ არის ეს ადამიანი ნუ ეხა გესმით ხომ ეხა რა წარმოდგენაც მაქვს მაგრამ 800.000-მა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა როცა მისი უფროსი ივანიშვილი მოვიდა მილიარდერი მართვის ადავეებთან 800.000 ადამიანი თავქუდ მოგლეჯილი გარბოდა ქვეყნიდან კაცო იმიტომ რომ საერთაშორისო საშუალებლად წავიდნენ ქვეყნიდან და ეს ხელისუფლება ჩვენ გვეუბნება ბატონი კობახიძეს სახით ნუ რახან მასზე დამისვიდე კითხვა ხო რომ თურმე ჩვენ მაგრები ვართ ეკონომიკაში და წინა ხელისუფლება აი რა სერიოზული გასაგებია მე მინდა ბევრ თემას შევეხო ბატონიკა დრო ცოტა გვაქვს ამიტომ მინდა რომ უფრო კითხვა პასუხის რეჟიმი ცოტა უფრო სწრაფი და მოქნილი იყოს საქართველოს მესამე პრეზიდენტზე არ დაგავიწყდეთ ძალიან თხოვთ ის კითხვა რაც დაუტოვე ბატონ იმას რა ქვია ვინც გეკოლება დიახ აუცილებლად ვკითხავთ და მეორე კითხვა მინდა დაგიტოვოთ რა ხმარო აქვს პირსე წყალი რო აქვს ჩაგუბებული თუ შეიძლება ოთარ ფარცხალზესთან დაკავშირებით ხმას რატო არ იღებენ
ამ რეციდივიზმზე, რომელიც ხილებული და ბრალდებულია 3-4 უმძიმეს რა ვიცი, პატიმარი ტომორა თავზე ჩამოცული გამოიყვანა, საკუთარი მინისტრი ქართული ოცნების სარდაფში ჩაიყვანა და სკამზე მიაბა. ის რა ქვია 10 პატიმარი 39 პატიმარი ზის დეგეგის ფაქტურების გაყალბებაზე და ხელსადებენ. ფარცხალაძე იყო თავიდან ბოლომდე შემოქმედი და ჩვენათო დაგვიჭირეთო და ანუ 70 მილიონი ლარი ჩვენ ჟურნალისტები ამიტომაც ვართ რომ დავსვამთ ამ კითხვებს აუცილებლად. მე მინდა შემდეგ კითხვაზე თითქოს არ არსებობს ხახნო. ეს ჩვეულებრივი ამბავი არის. აი ოთარ ფარცხალაძეზე ხმას ეს ობიექტური ხალხი როცა მთელი თბილისი ჩაკეტილი იყო, სახლებში გამოკეტილი და დააგრიალებდა. თუმცა რა უნდა გვიკვირდეს, უმძიმესი დანაშაულებების გამო პასუხი არ აგოდა. ეხლა რაღაცა Range Rover-ით დააგრიალებდა, ეს რატომ უნდა იყოს გასაკვირი, მაგრამ ქართული ოცნება რო ხარ და ხელისუფლება ხარ, რო გეკითხებიან, პასუხი რატო არ აგაქვს? ეს შინიათ ამ ჩემს ჩვენ დავსვამთ ამ კითხვას და ვეცდებით რომ პასუხი მივიღოთ. მაქვს კიდევ კითხვები ბატონ ნიკა. საქართველოს მესამე პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე მინდა კითხოთ და მის შესაძლო დანიშვნაზე უკრაინაში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მართველი გუნდი ალაპარაკდა იმაზე რომ შესაძლოა დიპლომატიური ურთიერთობის გაფუჭებაზე. უпростоრედ თქვენი აზრით რა პოზიცია უნდა კონდეს მთავრობას იმის გათვალისწინებით რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს საქართველოში მას აქვს ბრალი წარდგენილი და ის არის ძებნილი. ხო, რა საინტერესოა არა ეს დისპოზიცია, ეხლა ვიზე ვსაუბრობდი და ვიზე გადავედით, თქვენ კი არ ასე თქვა საყურებელია. უნდა მოვასწრო ბატონიკა, მე მინდა შევეხო ყველა ხელისუფლების წრილში მინდა განვიხილო. ესე იგი, ამ ხელისუფლებისთვის ოთარ ფარცხალაძე არის ფრთიანი ანგელოზი, რომელიც დედამიწაზე ფეხს არ ადგამს, დანავარდებს სადღაცა ჰაერში, ზეცაში, ანგელოზია და ჩინჩალაძე მურუსიძე სასამართლოსთვის მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი. იცით რა? მე პრეტენზიას მოვისმენ, მივიღებ, შეიძლება გავითვალისწინო, გავიზიარო უბრალოდ ამ თუ საკითხზე, მაგრამ როდესაც თავიდან ბოლომდე ყრუ კედელი, თავიდან ბოლომდე ვიკერძოებული, თავიდან ბოლომდე არასამართლიანი ყალბი, ხმა მესმის ხელისუფლებიდან 24 საათის განმავლობაში რა პასუხი უნდა გავცეთ? ეხლა მიხეილ სააკაშვილი მიიღო შემოთავაზება პრეზიდენტ ზელენსკისგან, რომ არა საჭიროება პრეზიდენტ ზელენსკის, ასე ვთქვათ, ხელისუფლებისთვის ამ შემოთავაზებას მიხეილ სააკაშვილი არ მიიღებდა. ეხლა მან მიიღო, მან ხო არ შეთავაზა საკუთარი თავი. მისი შუამდგომლობა შევიდა უკრაინულ რადაში, ხო? თუმცა დღეს გავრცელდა სხვადასხვა მედია საშუალებებით ინფორმაცია, რომ უკან იქნა გაწეული ეს. თქვენ რა ინფორმაცია და ხომ არ ქონიათ საუბარი მასთან ამ თემაზე? რა ფორმას გამონახავს ზელენსკი მიხეილ სააკაშვილთან სათანამშრომლოდ, ეს მე მგონი უახლოეს დღეებში გამოჩნდება. ბუნებრივია, იქ არის უამრავი ოლიგარქიული ინტერესი, მათ შორის უკრაინულ რადაში. ეხლა უკრაინელი არ არსებობს, ვინც არ დაგიდასტურებთ, რომ უკრაინის სახელმწიფოს ჭამს კორუფცია. და ეს დაინახა ზელენსკიმ და სჭირდება ნათელი გამოსავალი ამ უმძიმესი მდგომარეობიდან და ამიტომაც და ვფიქრობთ რომ ის საკმარის ხმებს მოაგროვებს. თქვენი მოლოდინი როგორია და ხომ არ ქონიათ პირადად მიხეილ სააკაშვილთან საუბარი ამ თემაზე? ქონია, რა თქმა უნდა, დღეს არ ქონია, მაგრამ ქონია. რა თქმა უნდა, მე არც პირველივე დღიდანვე არც ვალავ ამას. მიმდინარეობს სერიოზული ინტერეს კონფლიქტები, არა კონფლიქტი ერთი, იქ დაჯგუფებები არსებობს, რომელსაც არ სურს უკრაინის სახელმწიფოს წარმატება, ხო, ან რეფორმების გატარებაში. იმათ ეხლა ზელენსკის ინიციატივა რო არ მოეწონებოდა 2-2-4-ია, ხო? დავეოდოთ ბოლონების განვითარებას და ვნახავდა თავადაც გააკეთებს განცხადებას, მაგრამ თავისთავად რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს შეთავაზება გაუკეთა უკრაინულ რადას და მიხეილ სააკაშვილს ხედავს საკუთარ გუნდში, მე ვფიქრობ, ეს ერთის მიუთითებს რამძიმე მდგომარეობაში უკრაინის სახელმწიფო, რაც ცუდია და რამდენად დიდ იმედს ამყარებს და ცუდია, რომ უბრალოდ გუნდში მაინც არ აღიარებს ქართული ოცნება, რომ შეიძლება უკრაინამ სახელმწიფო მიაღწიოს წარმატება და იქაური წარმატება იქნება პირდაპირ პროპორციულად ასახული საქართველოს სახელმწიფოს წარმატებაზე, მაგრამ გავიგეთ თქვენი პოზიცია. ვანო მერაბიშვილზე მინდა კითხოთ ასევე, ბატონ ნიკა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ დაუბრუნდი პოლიტიკაში, თუმცა არა კონკრეტებს ჯერჯერობით რომელ პარტიაში წავა. იქნება თუ არა ვანო მერაბიშვილი თქვენს პარტიაში
და უნდა ველოდოთ თუ არა მას ნაციონალურ მოძრაობაში. მან თქვა, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თუმცა არ დაასახელა კონკრეტულად პარტია. თუმცა ასევე თქვა, რომ ყველა მიცის ამ გადაწყვეტილების შესახებ. დიახ, მოგესალმებით, გავიგე თქვენი კითხვა და ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით რა თქმა უნდა, ეხლა ადამიანი პრაქტიკულად იმდენი ხანი იჯდა ციხეში, რამდენი ხანიც იყო საპატიმროში, მოდი ვაღიაროთ, ხო? ამის შემდეგ რეალურად ნებისმიერ ადამიანს იქნება ვანო მერაბიშვილი და სხვა აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში. ეხლა ხალხი მანდატს მიცემს და ლეგიტიმაციას მიანიჭებს, არ მიანიჭებს, რა თქმა უნდა ეს ხალხზე იქნება დამოკიდებული. რა შეძენს მისი ფიგურა ოპოზიციას? ნაციონალური მოძრაობა, ბევრჯერ მithქვას და ეხლა ნაციონალური მოძრაობა უკანასკნელი არ ვიცი 8 წლის განმავლობაში ფუნდამენტურად შეიცვალა. მიდგომებით, შეხედულებებით განახლებული ნაციონალური მოძრაობაა. ნაციონალური მოძრაობა ჩემის აზრით ანუ იქნება ვანო მერაბიშვილი განახლებულ ნაციონალურ მოძრაობაში ბატონიკა. მივდივარ იქამდე, მივდივარ. ნაციონალურმა მოძრაობამ დიახაც საკუთარ თავში იპოვა რესურსი და უნარი რომ განახლებულიყო და ოპოზიციაში მყოფი პარტია ყალიბდება პარტიად. ნაციონალური მოძრაობა როცა შეიქმნა, მალევე მოვიდა ხელისუფლებაში და ძალიან ბევრი უღირსი ადამიანი მიეტმასნა მას. მათ შორის მაშინ 2003 წელს, 2 წელიწადშიც კი არა ხელისუფლებაში მოვიდა. 8 წელიწადში, 8 წლის განმავლობაში, როდესაც ხარ შენ ოპოზიციაში იწრთობი როგორც პარტია და ყველა ნაკლოვანებების ზედაპირზე ამოდის. რაც შეეხება უშუალოდ ვანო მერაბიშვილს, მან უნდა თქვას ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თქვენ არიცით მისი გეგმების შესახებ. რა თქმა უნდა, კი გეუბნებით. ძიმე შეცდომები იყო დაშვებული ვანო მერაბიშვილის მიერ, როცა ის იყო ხელისუფლებაში, ჩემი პოზიცია მისთვისაც მაქვს ნათქვამი. ერთ-ერთი თავარი იყო რომ იგი არ გადადგა გირგვლიანის მაშინ ესე კითხავთ თქვენ გსურთ თუ არა ვანო მერაბიშვილი იხილოთ ნაციონალური მოძრაობის რიგებში კვლავ ამას ახსნა არა აქვს და მე ვერასოდეს ვერ გავიგებ ვერასოდეს რა ძალამ გააჩერა კაბინეტში და რა ხო მაგრამ ეხლა როცა ადამიანი 7 წელიწადი იჯდა ციხეში მას აუგზავნო მიიღოს მონაწილეობა ამა თუ იმ ასე ვთქვათ ფორმატში პოლიტიკაში მე მგონი ამის უფლება არავის არ აქვს ხალხი აქვს უფლება თქვენ გსურთ რომ ვანო მერაბიშვილი იხილოთ ნაციონალურ მოძრაობის რიგებში არ არის გადაწყვეტილი არაფერი ჩემო ბატონო და გადავალ ბოლო კითხვაზე რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს და პოლიტიკურ პროცესებს ჩვენ მუდმივად გვესმის რომ სამყარო ჩვეულ რეჟიმში ვერ გააგრძელებს ცხოვრებას პანდემიიდან გამომდინარე კიდევ დიდხანს ამ ფონზე ახალ რეალობაში როგორ ხედავთ თუნდაც წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას თუ გაქვთ ამაზე მსჯელობა დაწყებული პოლიტიკურ პარტიაში არა რა თქმა უნდა ეხა ხელისუფლება რაც არ უნდა манипуляციებს მიმართოს და დრო გამონახოს პოლიტიკური სპეკულაციებისთვისაც ამ კრიზისის დროს რაც თვალნათელია ხო ეხა წინასაარჩევნო კლიპების გადაღებისთვის მოიცალეს გნება ზუგდიდში და გნება რა ვიცი მეორე კლიპი კიდე რო გადაიღეს და რას არაკეთებენ ხო ამიტომ ეხა სრულად აუცილებლად შეზღუდვები უნდა მოიხსნას და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი სრულფასოვანი პოლიტიკური ცხოვრების ასე ვთქვათ წარმართვაზე ხა ამ ვითარებაში როდესაც ხელისუფლებას გარეთ შეუძლია და ქართული ოცნების პარტ-აქტივისტებს სიარული და მთელი ოპოზიცია ძალდატანებით სახლში არის როდემდე გასაგებია რომ პირველ ჯერზე საგანგებო მდგომარეობა იყო გამოსაცხადებელი და ჩვენ ამას ხარი დაუჭირეთ მე უნდა დაკვირებულიყავით რა ტენდენცია იქნებოდა მზარდი იქნებოდა კლებადი მაგრამ ახლა თვალნათელია რომ ხახო ანუ ეს შეზღუდვები არ უნდა გაგრძელებულიყო ბატონიკა არა აღარ უნდა გაგრძელდეს როდესაც ამოიწურება საგანგებო მდგომარეობა აღარ უნდა გაგრძელდეს და ვერ იქნება რა თქმა უნდა საარჩევნო კამპანია ვერ დაწყებული და ვერ გაგრძელებული მანამ სანამ შეზღუდვები იქნება დაწესებული ეს ორჯერ 2-4-ია გასაგებია დიდი მადლობა ნიკა წარმატებებს გისურვებთ არ დაგავიწოთ მადლობა თქვენ აი ეს ორი კითხვა აუცილებლად ბატონიკა ამიტომაც ვარ ჩვენ ჟურნალისტები და ჩვენ ირაკლი კობახიძეს გვირდებით რომ დავუსვამთ ამ შეკითხვებს დიდი მადლობა ნიკა მელია პასუხობდა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ღამის კურიერის კითხვებს